საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თურქული წარმოების ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ცნობით, სომხეთიდან იმპორტირებულ თურქული წარმოშობის ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორციდან აღებული ნიმუში ლაბორატორიულად დადასტურდა პათოგენები, მათ შორის სალმონელები, რაც დაუშვებელია. პროდუქცია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად განადგურებას ან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ექვემდებარება. სომხეთიდან იმპორტირებულ თურქული წარმოშობის ქათმის გაყინული მექანიკური განცალკევებული ხორციდან ავიღეთ ნიმუშები და შემდეგ ნიმუშები რა თქმა უნდა გაიგზავნა ლაბორატორიაში და დადასტურდა ლაბორატორიულადაც პათოგენები შემადგენლობაში ქათმის ხორცში, მათ შორის სალმონელები, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია. შესაბამისად ინფორმაცია მივაწოდეთ სურსათის უნებლობის სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მავნებელი სურსათი ექვემდებარება განადგურებას ან უკან ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას, რაც აღსრულდება კიდეც.